რადიკალურ ზომებზე უნდა გადავიდეთ რა. გეტყვი როგორც უნდა დავწეროთ. დაიწყე? ძვირფასო? ეგ რა რადიკალური ზომაა. დაწერე. ძვირფასო სარკოზი. სარკოზი ეგრე მეწერო? აბა სრული სახელი როგორ არის მაგის? როგორ არის და ნიკოლა, პოლ, სებასტიან, სარკოზი და ბოჩა. ძვირფასო სარკო. ის იყო ვიკიპედიას ვერსიით და ეგ არის გურამ საღარაძის ვერსიით. ხო, ეგრე დავიწყო. კაი. ძვირფასო სარკო. გწერთ საქართველოდან. ახსენდება ეგრე რა ქვეყანა. იქ ობამასთან როგორ იყო? გწერთ პატარა საქართველოდან, ხო? კი. გწერთ თქვენსავით პატარა საქართველოდან. კაი. თქვენსავით პატარა საქართველოდან. ახლა მე მგონი უნდა მივწეროთ რომ ჩვენთან სარკოზის იცნობენ კარგად. კი. დავწერო ჩვენთან ძალიან პოპულარული ხართ და ყველა ზეპირად გიცნობთ. ყველა ზეპირად იცის თქვენი ბიოგრაფია. კი. და თქვენი ცოლის ფოტოებიც ეგეც მე. კი ბატონო მივაწერ ფოტოებიც. კიდე უნდა მივწეროთ ისეთი რაღაც რომ იგრძნოს რომ ყველაზე მაგარი ადამიანი არის მსოფლიოში. ყველას გავლენია. კი, კაია. თქვენ ობამაზე მაგარი ხართ. ვა. კაი და მე მივაწერო ობამაზე მაგარი ხართ. აბარა. ობამასნაირი 11 ყავთ საფეხბურთო ნაკრებში. ეხლა რა არის რამე პატარა ნაკლიც უნდა მივაწეროთ რომ თავში არ აუვარდეს ეხლა მაგას. კი, მართალია, მივწერე. მაგრამ პატარა ნაკლიც გაქვთ. აბარა ნაკლი? თქვენი გვარის გაგონებაზე ავტომატურად მედვედევიც გვახსენდება. კი. იცი რა დავწეროთ კიდე რომ ჩვენ საფრანგეთს როგორც ქვეყანას ძალიან კარგად ვიცნობთ და ეს გვჭირდება აუცილებლად რა. კი ბატონო, იცი როგორ დავწერო? ჩვენ ფრანგული კულტურის პროპაგანდაზე ბავშვობიდანვე გვაქვს საზოგადოებრივი მონიტორინგი. კარგი ნათქვამი. სკოლაში ყველას დავცინოდით, ვისაც სამი მუშკეტერი არ ქონდა წაკითხული. და ემანუელა ნანახი. კი. მაგათ უფრო დავცინოდით, პრინციპი. და მე მივაწერ. ეგ ყველაფერი მერვე კლასამდე. მერვე კლასის შემდეგ კი ქართველი ბიჭების სწავლას უწყვეტეთ. კარგია. ეხლა მე მგონი რა უნდა მივწეროთ, იცი ამის მერე აი საერთო რაც გვაქვს. სოფლიოში რა არის ცნობილი ფრანგული და ქართული? კი ბატონო. სოფლიოში ცნობილია ფრანგული ღვინო და ქართული ღვინო. კი. ფრანგული ყველი და ქართული ყველი. კი ბატონო. ფრანგული კოცნა და ქართული მრავალხმიანი სიმღერა. ეხლა რა არის, იცი? რო არ ეგონოს რომ რაღაცის თხოვნა გვინდა და ამიტომ წერთ და რაღაცა, მიწერე ესეთი რაღაცა. თქვენი დახმარება არ გვჭირდება არაფერში, არც ნატოში შესასვლელად, არც ევროკავშირში შესასვლელად. იფ რა ღირსეულად ჟღერს. ახლა რა ვქნა? ეხლა ეგ წაშალე. და დაწერე რომ ვეპატიჟებით ჩვენს ქვეყანაში საქართველოში. კარგი, ვეპატიჟებით საქართველოში. იმედი ამისთვის კიდე ომის დაწყება არ დაგჭირდება. ნუ მე როგორც მოდის იქ მოკითხვა ოჯახს. კარლას. კი. ბედნიერებას იკეთე რავი როგორც არის. წარმატებები. ორჩით მე მგონი.
არა. მანდ ხა გვაკლია მთავარი, რატო უწერთ ამ წერილს? პოსტსკრიპტუმ დაწერე. გთხოვთ დაურეკოთ ობამას და თხოვოთ რომ წაიკითხოს ჩვენი წერილი. ეხას თუ არ წაიკითხა და ყოჩაღ მაგას. ამას მე გავაგზავნე. საერთოდ როგორ გავაგზავნე? ერთი ქალი მყავს, ინტრიგანი. ყოველ კვირაში დარბის სტრასბურგში, ხან ამას უჩივის, ხან იმას და გავავატანე და ჩააგდებს. არა, ეგ ხალი როდის წავა, ჯობია მე წავიღებ რა. პირდაპირ აეროპორტში მივა. ეხა ისეთი დროა, ხო იცი? ვიღაცა ნახდად გაიქცევა მთავრობიდან საფრანგეთში და გავავატანე. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.